მშვიდობისა თქვენ უყურებთ იმედი ლაივს გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავის სხვა. ტრამპის სენსაციური განცხადებები როგორ დაემთხვა ერთმანეთს ამერიკის პრეზიდენტის და ქართული ოცნების პოზიცია. უკრაინა შტატების ურთიერთობები საათობრივად მწვავდება. ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა, რომელსაც იოლის შემოსავლის შენარჩუნება სურს. არასოდეს უნდა დაგეწყოთ ომი, თქვენ შეგეძლოთ გარიგების დადება. დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის ხელისუფლების და პირადად ზელენსკის მიმართ ნათქვამა ამ სიტყვებმა ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე გლობალური ნარატივი ამოატრიალა. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევს 3 წლების განმავლობაში ჰქონდა აგრესორთან შეთანხმების შესაძლებლობა ბევრი მიწის, სიცოცხლის და ქალაქების დაკარგვის გარეშე. ამიტომ პრეტენზიები მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილის არქონის გამო მიუღებელია. ახლა ტრამპს აქვს ძალა დაასრულოს კონფლიქტი, ფიქრობს, რომ პროცესი კარგად მიდის, რაც გამოჩნდა ერთ-ერთი გამართული მოლაპარაკებებისას. ის, რაზეც დღეს ლაპარაკობს ამერიკის პრეზიდენტი, ერთ-ერთი იმეორებს ქართული ოცნების ლიდერების 2-3 წლის წინანდელ განცხადებებს, რის გამოც მათ ომის შიშის გავრცელებას შეადანაშაულებდნენ, მოღალატეებს და რუსეთ ომებს ეძახდნენ. უმრავლესობის ლიდერმა გაიხსენა მილიონობით დოლარით დაფინანსებული ბინძური კამპანია, რომლის სამიზნედ საქართველოს ხელისუფლება გახდა. დღეს ვითარება შეიცვალა ამ დიდ გლობალურ პროცესში საქართველოს თავისი ადგილი და უკიდებლობის მაღალი ხარისხის წყალობით დაიმკვიდრა. სიმართლე თავის გზას ყოველთვის იპოვის, რამდენად მძლავრი კამპანიაც არ უნდა დაუპირისპირდეს, ამბობს მამუკა მდინარაძე. პარალელურად ვაშინგტონის პოლიტიკის კარდინალურ ცვლილებაზე წუხან ბრიუსელში ამბობენ, რომ რადგან შტატები აღარ არის სანდო პარტნიორი, ევროპა შეტევაზე უნდა გადავიდეს და ბრძოლის ველად საქართველოს ასახელებენ. ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩევლის რეცეპტია გამანადგურებელი სანქციები თბილისისთვის, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა, ახალი არჩევნების იძულება, რათა დამტკიცდეს, რომ ევროპა სუსტი არ არის. ზელენსკის შავი დღეები დაუდგა. დასავლური პრესის ჰედლაინები ახლა უკრაინის პრეზიდენტის მდგომარეობას აღწერს. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინული დელეგაციის ადგილი არ აღმოჩნდა, ოფიციალური კიევის რიტორიკა გამწვავდა. ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს, შტატები რუსეთს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში ეხმარება. არასწორია ინფორმაცია, რომ სამხედრო დახმარების 90% შტატებიდან მოდის. ამ და მრავალი სხვა განცხადების ავტორი ზელენსკია, რომელიც ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დეზინფორმაციას ავრცელებს, როდესაც მის 4%-იან რეიტინგზე საუბრობს და სინამდვილეში მას 58% ენდობა. მოლაპარაკებებში აუთსაიდერის როლი მხოლოდ უკრაინას არ ერგო, თამაშგარეთ თავს გრძნობენ ევროპელი ლიდერებიც. ემანუელ მაკრონი ტრამპს სტრატეგიული ორაზროვნების შექმნაში ადანაშაულებს. ევროკავშირში გადაწყვეტილება მიიღეს 6 მილიარდის დახმარების პაკეტი უკრაინას, სანქციების მე-16 პაკეტი რუსეთს, რომლითაც SWIFT-დან კიდევ 13 რუსული ბანკი გაითიშება და შავსიაში კიდევ 73 გემი შევა. დღის ბოლოს მოვლენები ასე ვითარდება. უკრაინის და ევროპის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილს ითხოვენ. ტრამპის პასუხებმა არ დააყოვნა და ზელენსკი დიქტატორად და მუკრძალებულად წარმატებულ მსახიობად მოიხსენია. პუტინთან შეხვედრის სავარაუდოდ რო კი თებერვლის ბოლო დასახელდა. საგარეო დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება ძალაშია, შესაბამისად საქართველოში დახურულია ყველა პროექტი, რომელიც USAID-ის მხარდაჭერილი იყო და ძირითადად საარჩევნო მიმართულებას ეხებოდა. IRA-ის და NDA-ის კარი დახურულია, ოფისებში თანამშრომლები არ არიან, ვინც არის კამერებს ემალება, ამბობს, რომ კომენტარს არ გააკეთებს. სწორედ ამ ორგანიზაციების შესახებ დაწერა ილონ მასკმა, რომ ისინი Deep State-ის მიზნებს ემსახურებოდნენ და სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების ცვლილებას და ფერად რევოლუციებს უწევდნენ ორგანიზებას. მასკმა 7 არასამთავრობოს შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, საიდანაც ჩანს, რომ ისინი ამერიკის ჩრდილოანი მთავრობის მთავარი მოქმედი გმირები იყვნენ. საქართველოში ამ ორგანიზაციებს მილიონები აქვთ დახარჯული, მათი დუმილი არ უკვირთ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ პროექტები როგორც წესი აცნენილი იყო საჯაროდ გაცხადებულ მიზანს და პროცესების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა. შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობა მხოლოდ დადებით როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაში. ვისაუბროთ გლობალური პროცესის ლოკალური აუთსაიდერების შესახებაც, ოპოზიცია საკუთარ თავს დაეძებს. რადიკალთა კვირის რუტინა ასე გამოიყურება. მოსაწყენი შეხვედრები ზურაბიშვილის ოფისში, განცხადებები სატელევიზიო ეთერებით და იმ ნარატივის გამეორება, რომლითაც თავად ავტორებს აღარ სჯერათ. ხელისუფლება კი საპარლამენტო მუშაობას განაგრძობს. 2 გადაწყვეტილება. კომისია ნაცმოძრაობის ხელისუფლების დანაშაულების გამოსაძიებლად და სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნება რადიკალებს პანიკაში აგდებს. მით უმეტეს, რომ კანონში ეს მუხლი ნაცმოძრაობამ აგვისტოს ომამდე 1 წლით ადრე გააუქმა. ოპოზიციის ღელვის შკალა იმატებს, კარი აქტორების ინსტრუქციები კი აგვიანებს.